სტამბულში მოლაპარაკებების ფონზე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი კვლავ ყველაზე აქტუალური მოვლენაა დღევანდელ პოლიტიკურ მსოფლიოში. მე უკვე გავაკეთე ვიდეო უკრაინის ომზე, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ, მაგრამ მაგ ვიდეოში ძალიან ზოგადად ვილაპარაკე უკრაინის ომზე. რაზეა საერთოდ ლაპარაკი, თუ ვიდეოში ვთქვი, რომ მიზეზი თუ რატომ შეუტია რუსეთმა უკრაინას ძალიან მარტივია და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უბრალოდ ომის გამოცხადების ვიდეოს ფრაგმენტი მოვიყვანე მაგალითად. კონკრეტულად ის ფაქტი, რომ რუსეთს არ უნდა უკრაინა რომ ნატოში შევიდეს. მაგრამ კითხვა, თუ რატომ შეუტია პუტინმა მაინდა-მაინც ეხლა უკრაინას და არა მაგალითად 2014 წელს, როცა უკრაინაში დაიწყო პირველი კონფლიქტები დონბასის და ლუგანსკის ოლქებში, მაინც დარჩა პასუხგაუცემელი. პლუს მაგ ვიდეოში ლაპარაკობდი არა მხოლოდ უშუალოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსაც და რუსეთსაც. პლუს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა წინა ვიდეოდან. წინა ვიდეოში პირდაპირ თქვი, რომ ევროკავშირს არ აწყობს ომი უკრაინაში, მაგრამ სტამბულის მოლაპარაკებებიდან გამომდინარე და ახალი ევროპული რეფორმებიდან გამომდინარე, ევროპას და მეც შეგვეცვალა აზრი უკრაინის ომზე. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 2014 წლის კონფლიქტებს, განვიხილავთ მინსკის შეთანხმებებს, განვიხილავთ სტამბულის მოლაპარაკებებს და როგორც იქნა გავცემთ პასუხს, თუ რატომ შეუტია რუსეთმა უკრაინას მაინდა-მაინც 2022 წლის 24 თებერვალს. ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო, ამიტომაც არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. მოკლედ, ყველაფერი იწყება 2014 წელს, უკრაინა, კიევი, ევრომაიდანი. ხალხი ითხოვდა მაგდროინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას მისი პრორუსული პოლიტიკის გამო. ხალხი ითხოვდა პროევროპულ მთავრობას და ახალ არჩევნებს. ამ დროს უკრაინის რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქები, დაიწყო სეპარატისტული აჯანყება, იმის გამო, რომ ამ რეგიონებში უნდათ პრორუსული მთავრობა. ამ სამმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუ ხარკოვის სახალხო რესპუბლიკა არსებობდა მხოლოდ 12 საათი და მალევე უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვზე, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები დღემდე არსებობენ. რატომ ვერ შეძლო უკრაინამ მალევე ამ პრობლემის მოგვარება? შიდა არეულობა ქვეყანაში. პრეზიდენტ იანუკოვიჩი პროტესტის ფონზე წავიდა ქვეყნიდან რუსეთში. უკრაინას ყავდა დროებითი მთავრობა და არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. იყო გადაწყვეტილი ორივე ოლქების ბლოკადა და პლუს უკრაინელებს ეშინოდათ იმ ფაქტის, რომ თუ ისინი შეუტევდნენ დონეცკის, ლუგანსკის ოლქებს, რუსეთი ჩაებმეოდა ამ ომში. ხო, გაგიკვირდებათ და დასაწყისში რუსეთი არ უშვებდა თავის ჯარს ამ კონფლიქტში. იყო გარკვეული მხარდაჭერა, მოხალისეებიც იყვნენ, მაგრამ რუსეთის ოფიციალური სახელით ჯერ არავინ იბრძოდა. არჩევნები დამთავრდა და უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა პეტრო პოროშენკო. პოროშენკომ იფიქრა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში თავის ჯარს არ გამოიყენებდა. პოროშენკომ შესთავაზა სეპარატისტებს ერთპიროვნული ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. პოროშენკო სთავაზობდა სეპარატისტებს ამნისტიას. თუ არ იცით რა არის ამნისტია, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის როცა ადამიანს პატიობენ სისხლის სამართლის დანაშაულს. პოროშენკო სთავაზობდა რეგიონალური მთავრობის დეცენტრალიზაციას და იარაღის ჩაბარების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს. სამწუხაროდ ცეცხლის შეწყვეტას არავინ აპირებდა, არც უკრაინული მხარე და არც დონეცკის ლუგანსკის მხარე. ამიტომაც артиლერიული სროლები გადაიზარდა სრულ მასშტაბიან ომში. სეპარატისტებს ჰქონდათ მხარდაჭერა რუსეთისგან, მაგრამ რუსეთის რეგულარული ჯარის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. აგვისტოსთვის უკრაინას თითქმის ბოლომდე ჰქონდა დაბრუნებული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, მაგრამ კონფლიქტში უკვე ჩაება რუსეთი. რადგან სეპარატისტების დამარცხება იქნებოდა პუტინისთვის და რუსეთისთვის სერიოზული გეოპოლიტიკური დამარცხება. რა თქმა უნდა, რუსეთის ჩარევის გამო უკრაინამ ვეღარ დაიბრუნა კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის ოლქებზე და ორივე მხარე დათანხმდნენ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები გაიმართა მინსკში და ამას უნდა მიაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ როგორც ლუკაშენკო, ისევე ბელარუსი, როგორც 2014 წლის კონფლიქტში, ასევე 2022 წლის კონფლიქტში უდიდეს როლს თამაშობენ. სანამ გადავალთ უშუალოდ თუ რას შეიცავდა მინსკის შეთანხმებები, რომელსაც უკრაინის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს, უნდა ვილაპარაკოთ ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო 2014 წლისთვის იყო პრეზიდენტი, რომელსაც უნდა ბალანსი დაეჭირა ევროპასთან, ამერიკასთან და რუსეთთანაც. კი, ლუკაშენკო იყო პუტინის მეგობარი და რუსეთის მოკავშირე, მაგრამ ამასთანავე 2014-ში მხარი დაუჭირა ევრომაიდანს, აღიარა უკრაინის დროებითი მთავრობა და საერთოდ სეპარატისტების წინააღმდეგიც იყო. ანუ ეს უნდა კარგად დავიმახსოვროთ, რომ ლუკაშენკოს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები უკრაინასთან და უკრაინელებს მათ შორის ძალიან უყვარდათ ლუკაშენკო.
ზუსტად ამიტომაც მინსკი იყო იდეალური ადგილი ყველასთვის. მოკლედ ეს უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ეს ტრაგედია რაც ტრიალებს დღეს უკრაინაში არის გამოწვეული ლუკაშენკოს და უკრაინის პოლიტიკური დაშორებით, მაგრამ მოდით ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მოკლედ რა შედის მინსკის ხელშეკრულებაში? ძალიან ბევრი რაღაც შედის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცეცხლი უნდა შეწყლეს, უკრაინამ ჯარი უნდა გამოიყვანოს ლუგანსკის და დონეცკის საზღვრებიდან და დონბასის გარკვეული რაიონებისთვის უნდა დაწესებულიყო განსაკუთრებული სტატუსი, რაც გულისხმობდა საკუთარი ადმინისტრაციის არჩევას, ენისა და კულტურის დაცვის უფლებას, ეკონომიკური თვითმმართველობის ელემენტებს. ნახეთ ახლა რა შეა საქმე. დღეს ვგიჟდებით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა, იმიტომ რომ საბოლოო საბუთი თუ როგორ უნდა შეწყდეს ცეცხლი და რა დათმობებზე უნდა წავიდეს ორივე მხარე, არის ორივე მხარისთვის მიუღებელი. და აქ მინსკში ორივე მხარემ ხელი მოაწერა უკვე მინსკის ხელშეკრულებას. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ თუ საერთოდ შედგება შეხვედრა ორივე მხარის შორის და ორივე მხარე თუ მოაწერს ხელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მეორე დღესვე ამ ხელშეკრულებას რომელიმე მხარე არ დაარღვევს. ამას დაზუსტებით ვამბობ იმის გამო, რომ ესეთი გამოცდილება უკრაინას უკვე ჰქონდა. პირველი მინსკის ხელშეკრულება მალევე დაირღვა, იმის გამო რომ ცეცხლის შეწყვეტა მალევე დაირღვა და ეს როგორც უკრაინელების, ასევე სეპარატისტების ბრალი იყო. პლუს უკრაინელებს არ მოსდონათ მინსკის ხელშეკრულებების მოთხოვნები. უკრაინელებისთვის დონეცკი, ლუგანსკის ოლქისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება იყო კაპიტულაციის ტოლფასი, მაგრამ ყველა მოითხოვდა, რომ უკრაინის კონსტიტუცია შესრულიყო. და ამ კონსტიტუციაში განსაკუთრებული სტატუსის კანონი უნდა შესულიყო. ბოლოს და ბოლოს მინსკის ხელშეკრულებაში ესე წერია. პრობლემა, უკვე როგორც გითხარით, იყო ის, რომ მოქალაქეებისთვის ეს კანონი მიუღებელი იყო. პლუს ამას დავამატოთ ის, რომ ესეთ კონსტიტუციურ ცვლილებას სჭირდება უმაღლეს რადაში, ანუ უკრაინის პარლამენტში 300 დეპუტატის თანხმობა და ამ ხმებს პოროშენკო ვერ აგროვებდა. იმის გამო, რომ ოპოზიციაც იყო მინსკის ხელშეკრულებების წინააღმდეგი, პლუს დავამატოთ ის, რომ რუსეთიც ართულებდა სიტუაციას. მინსკის ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეებს უნდა გამოიყვანათ მძიმე ტექნიკა კონფლიქტის ზონიდან. ამას არც ერთი მხარე არ აკეთებდა, მათ შორის რუსეთიც. პოროშენკომ შესთავაზა პუტინს. მოდი ჯერ თქვენ ჯარს გაიყვანთ და მერე კონსტიტუციაში შევიტანთ ამ კანონ პროექტს. პუტინი უარზე იყო, ჯერ კანონ პროექტი, მერე ჯარის გამოყვანა. მოკლედ მინსკის ხელშეკრულებამ არ გაამართლა და უკვე 2015 წელს კონფლიქტი კვლავ გამწვავდა. მოკლედ, უნდა სასწრაფოდ თავიდან დაწყებულიყო მეორე მოლაპარაკებები ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამიტომაც 2015 წლის 12 თებერვალს უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერები იკრიბებიან მინსკში, სადაც რასაკვირველი არის ლუკაშენკო. მინსკი 2-ის ხელშეკრულებაში უფრო მეტი დეტალები დაამატეს, მაგალითად დაამატეს პუნქტი, რომ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და მერე უნდა დაწყებულიყო მინსკი 2-ის იურიდიული მხარეების შესრულება. ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება რუსეთისთვის. პასუხი არ აგო რუსეთმა არაფერზე უკრაინაში რჩება პრორუსული რეგიონი, რომელიც მომავალში უკრაინას ხელს შეუშლის ნატოში შესასვლელად და რა თქმა უნდა უკრაინა განადგურებულია. მაგრამ რას ფიქრობდნენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ამ ხელშეკრულებაზე? მინსკის ხელშეკრულებაში წერია, რომ ორივე რეგიონი რჩებოდა მაინც უკრაინის ტერიტორიის ქვეშ. არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკრაინული არჩევნების წესებით, მაგრამ სეპარატისტული მხარე აცხადებდა, რომ მათ არა განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, არამედ დამოუკიდებლობა ან რუსეთის მფლობელობაში ყოფნა სურთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მინსკი ორმაც არ იმუშავა და უკრაინის რეგიონში პრობლემები მაინც იყო, მაგრამ პოროშენკო მაინც ცდილობს კონსტიტუციური რეფორმების ჩატარებას და პრობლემის მოგვარებას, მაგრამ იგივე წინააღმდეგობებს ეჯახება. ხალხისთვის მინსკი 2, როგორც მინსკი 1 არის კაპიტულაციის ტოლფასი და უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის ტოლფასი. ოპოზიციაც წინააღმდეგი იყო და ზემოთ აღნიშნულ სამას ხმას პოროშენკო ვერ აგროვებდა. გარკვეულწილად მინსკის ხელშეკრულებაში უკრაინას თხოვდნენ შეუსრულებელ პირობას, რადგან მართლაც რა გააკეთოს უკრაინამ. უმაღლესი რადა არის, მაგრამ ხმას ვერ აგროვებს. პრეზიდენტი ვერაფერს ვერ აკეთებს და ხალხი წინააღმდეგია, მაგრამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მოკლედ პოროშენკოს რეპუტაცია ვარდება და რუსეთსაც ეს იმედი აქვს, რომ იქნებ უკრაინაში უკვე ახალი რადა, ახალი მმართველით მოვიდეს, რომელიც უკვე შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონფლიქტის ზონა გარკვეულწილად გაყინული იყო.
ხალხი იღუპებოდა, როლებიც იყო, მაგრამ ისე არა როგორც 2014-2015 წლებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი მოგვარებულია. ბოლოს ისე გამოდის, რომ მინსკის არც ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არ იყო დაცული. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მინდა პარალელი გავავლოთ დღევანდელ რეალობასთან, რომელიც ძალიან გავს 2014-2015 წლის მოვლენებს, რომც დააჯდეს ორივე უკრაინისა და რუსეთის მხარეები ერთ მაგიდასთან და მოაწერონ რომელიმე ხელშეკრულებას ხელი, რომ ცეცხლი შეიწყვიტოს, ან თუნდაც ის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იყო დანიშნული, შეიძლება და მგონი უფრო რეალური იქნება, რომ ცეცხლის შეწყვეტის მეორევე დღიდან კონფლიქტი თავიდან დაიწყება, იმიტომ რომ ეს არ არის ეგეთი მარტივი კონფლიქტი, როგორც ბევრს გონია. ეს არ არის ომი, რომელსაც ერთ დღეში ან ერთ თვეში დაამთავრებ. 2014 წლიდან ცდილობენ ამ კონფლიქტის მოგვარებას. და როგორც ხვდებით, ეხლა ტრამპზე მაქვს საუბარი და ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც უკრაინაში იყო რეგიონალური პრობლემები, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ არაფერი არ მოიმოქმედა, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა და იმის გამო, რომ მინსკ 2-მა არ იმუშავა და ყველამ დააიგნორა ეს ფაქტი და გარკვეულწილად ევროპამ არ მიიღო ეს კონფლიქტის სრული სერიოზულობით, ეხლა ვღებულობთ შედეგს. მოკლედ, ეხლა უნდა გადავიდეთ ვლადიმერ ზელენსკის მმართველობაზე, მაგრამ მოდით ჯერ ყველაფერი მოკლედ შევაჯამოთ. უკრაინას სეპარატისტული რეგიონები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, ორჯერ მინსკში მოაწერეს ხელი ყველა მხარემ, რომ უკრაინას მიეცა განსაკუთრებული სტატუსი ამ რეგიონებისთვის, უკრაინულ ხალხს ეს არ მოსწონს, პოროშენკო ავტორიტეტს კარგავს და იწყება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. სანამ უკვე უშუალოდ ზელენსკის მმართველობას შევეხებით, უნდა ვიცოდეთ რა დამოკიდებულება ჰქონდა დასავლეთს და უშუალოდ ევროპას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ევროპას არც რუსეთთან უნდა ურთიერთობის გაფუჭება და არც უკრაინასთან არ უნდა ურთიერთობების გაფუჭება. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოგვცა 2014 წლის კონფლიქტიდან. ეს არის ყირიმის ანექსია. პრობლემა ის იყო, რომ ყირიმს ესე მარტივად არავინ არ მისცემდა უკრაინას, იმიტომ რომ რუსეთი ამ ტერიტორიას თავის ტერიტორიად თვლიდა და ლუგანსკი დონეცკის ოლქების დაბრუნება უფრო შესაძლებელი იყო. ევროპამ დაადო რუსეთს სანქციები, ისეთი ძლიერი არა, როგორც ეხლა დაადო. და ეხლა თუ არ მუშაობს რუსეთზე მილიონობით სანქცია, როგორ იმუშავებდა მიზერული სანქციები მაგროინდელ რუსეთზე. რა თქმა უნდა, დასავლეთ ფინანსურად ეხმარებოდა უკრაინას და უნდოდა კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ სამწუხაროდ ევროპამ ეს ვერ შეძლო. მოკლედ, 2019 წელია, უკრაინის პრეზიდენტი არის ვლადიმერ ზელენსკი. ზელენსკი მოდის იმ რიტორიკით, რომ სეპარატისტული რეგიონები უნდა იყოს უკრაინის კონტროლის ქვეშ და ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური ხერხით. პუტინს ჰქონდა იმედი, რომ გამოუცელი ზელენსკი წავიდოდა დათმობებზე და სეპარატისტული რეგიონები გახდებოდა პრორუსული. სიმართლე რომ ვთქვათ, ზელენსკიმ კარგად დაიწყო მინსკის პირობების შესრულება. ყველაზე წარმატებით ზელენსკი ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის და ჯარის გამოყვანის პუნქტს. ზელენსკი პირადად ჩადიოდა კონფლიქტის ზონაში და პირადად აკონტროლებდა უკრაინის ჯარის გაყვანის პროცესს. შედეგი ეგრევე დაიდო 2020 წელს სეპარატისტულ რეგიონზე სულ 7 მოქალაქე დაიღუპა და ისიც სავარაუდოდ ომის დროს დატოვებული მინების გამო, მაგრამ მაინც ეს ტრაგედიაა. მაგრამ ყველაფერი რომ დავივიწყოთ ზელენსკის დროს მართლაც კონფლიქტი იყო გაყინული. გასაგებია, კიდევ არის პრეტენზიები და ასე შემდეგ, მაგრამ გაყინული კონფლიქტები ჩვენ გვხვდება მთელ მსოფლიოში. აი მაგალითად კორეა, სადაც კონფლიქტი არის, მაგრამ გაყინულია და ჯერ არ არის არანაირი რისკი, რომ რომელიმე მხარე ამ გაყინულ კონფლიქტს გაამწვავებს. უკრაინაში ესე არ იყო. მუდმივი სროლები, მუდმივი საშიშროება იმისა, რომ დაიწყებოდა კიდევ ერთი კონფლიქტი და უკვე მინსკ 3-ს მოაწერენ მაგალითად ხელს. ასე დარჩებოდა ყველაფერი წყნარად, შვიდად, გაყინულად, რომ არა ერთი კაცი და ერთი პრობლემა და ერთი უკრაინის შესწრომა, რომელიც გახდა საბედისწორო უკრაინისთვის. 2020 წელს ბელარუსიაში არჩევნების გაყალბების ფონზე იყო მასობრივი მიტინგები, პროტესტები და მოკლედ არეულობა. ლუკაშენკო არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს და მოკლედ კადრებს თქვენ თვითონ ხედავთ. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის მთავრობამ განაცხადა ლუკაშენკოს არალეგიტიმურობა და ნეგატიურად დაიწყო ლაპარაკი მის მოქმედებებზე. კი ბატონო ლუკაშენკო იყო და ნახდათ არის დიქტატორი, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც უკრაინას ყველაზე მძიმე პერიოდში მხარს უჭერდა. არ მისცა რუსულ ჯარს თავის ტერიტორიაზე გასვლის უფლება და მოკლედ დაბალანსებული პოლიტიკიდან გამომდინარე მხარში უდგებოდა უკრაინელებს.
ეხლა კიდევ ამ კაცს დიქტატორს და არა ლეგიტიმურ მმართველს ეძახიან. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც უკრაინამ დაუშვა და ზუსტად ამის გამო პუტინმა გადაწყვიტა უკვე ომისთვის მომზადება. მოდით აგიხსნით რაშია საქმე და რა მნიშვნელობა აქვს ბელარუსიას ამ ომში. ხო ხედავთ კიევს, უკრაინის დედაქალაქს. რუსეთისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ძალიან ახლოს არის ბელარუსიასთან. აქამდე პუტინს არ უნდოდა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი, იმიტომ რომ იცოდა, რომ ესეთი ომი გაიწერებოდა და აზრი არ ექნებოდა. ყველაფერი შეიცვალა 2020-ში. ლუკაშენკო დახმარებას თხოვს პუტინს რუსული ჯარის ბელარუსის ტერიტორიაზე გადაყვანის სანაცვლოდ. და რამოდენიმე წელი რუსეთი ემზადება ამ ომისთვის. ბელარუსის ტერიტორიაზეც მიდის წვრთნები, მერე კიდევ ყველაფერი ვიცით. ნელ-ნელა ახლავდება 2022 წლის 24 თებერვალი. ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზელენსკიმ უკვე იცის რუსეთის შესაძლო გეგმების შესახებ. ზელენსკი ყველანაირად ცდილობს კონფლიქტის არიდებას, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს პუტინს. ომი უნდა დაიწყოს. და პუტინიც სამდე მართალი ყოფილა. მართლაც რამოდენიმე დღეში რუსეთი კიევთან იდგა და თითქმის გამოვიდა უკრაინის კონფლიქტიდან 100%-იანი გამარჯვებული. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რაც მოხდა. მოხდა ის, რომ უკრაინამ შეძლო რუსეთის შეკავება, როცა დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, დაიწყეს უკვე უკრაინის დაფინანსება. ამ ვიდეოში არ ვაპირებ დეტალურად ახსნა ფრონტის ხაზზე რა ხდებოდა. ან რა ხდება. ამიტომაც მოდით პირდაპირ გადავიდეთ 2022 წლის 29 მარტის მოვლენებზე. მოკლედ რუსეთმა კიევი ვერ აიღო, ამას აქვს ბევრი მიზეზი. მოგახსენებთ პუტინს უნდოდა სწრაფი და ელისებრი გამარჯვება, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ბლიცკრიგი. პუტინს ეგონა რომ თუ რუსეთი იქნება კონცენტრირებული კიევზე და კიევს შეუტევს და ამით შეაშინებს უკრაინის მმართველობას და უკრაინულ ხალხს, უკრაინა მალევე წამოვიდოდა მოლაპარაკებებზე. საბედნიეროდ უკრაინა 2015 წლის ომიდან მუდმივად აძლიერებდა ჯარს, მათ შორის ამერიკის დახმარებითაც, პლუს როცა დასავლეთმა დაინახა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, დასავლეთმა დაიწყო უკრაინის დაფინანსება. პუტინის გეგმები ჩაიშალა და სტამბოლის მოლაპარაკებების დროს რუსეთს ჰქონდა საკმაოდ ბევრი დანაკარგი. კიევიდან პუტინმა გამოიყვანა ჯარი და უკრაინა მზად იყო ომისთვის. ბევრი ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებები ვერ შედგა, იმიტომ რომ უკრაინას სჯეროდა, რომ ომს მოიგებდა, რადგან უკრაინამ რუსეთს საკმაოდ კარგად გაუწია წინააღმდეგობა და დასავლური დახმარებით ისინი ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებდნენ. ეს გარკვეულწილად სწორია, მაგრამ მთავარი მიზეზი ეგ არ არის. და პლუს ეს მოსაზრება მცდარი, იმიტომ არის, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მიდიოდა ყირიმის დათმობაზე, ანუ უკრაინა არ გაარჩევდა ყირიმის საკითხს მომდევნო 15 წელი. პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს. გარანტიები. როგორც მინსკის, ასევე სტამბოლის ხელშეკრულებებს აქვთ ერთი მინუსი. გარანტიები. უკრაინა მზად არის ნატოზე უარი თქვას და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, მაგრამ სად არის გარანტიები, რომ რუსეთი არ შეუტევს უკრაინას? მე მახსოვს, რომ ალტინფო ისახდა, რომ თუ არ გინდათ 6 ტერიტორიის დაკარგვა, დაკარგეთ 4 და მოაწერეთ სტამბოლის ხელშეკრულებას ხელი, მაგრამ ეს აზრი არ არის სწორი. ნახეთ, რაც უნდა რუსეთს დონეცკი, ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. მას შეუძლია უბრალოდ შემოიერთოს ეს ტერიტორია, თან სეპარატისტები ზუსტადაც ამას მოითხოვენ. რუსეთს არ უნდა დაკარგოს გავლენა უკრაინაზე და სანამ უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ორი პრორუსული რეგიონი, თავისი განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც რუსულ გავლენას ავრცელებს რეგიონში, მანამდე უკრაინა ვერ მოიშორებდა რუსეთს. ნატო 100 წელი არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც აქვს ორი დამოუკიდებელი რეგიონი და ტერიტორია, რომელზეც პრეტენზია აქვს რუსეთს. და რა გონიათ, უკრაინამ რო დაუთმოს ეს ყველა ტერიტორია და შეწყვიტოს ახლა ომი. რუსეთი არ დაიწყებს უკრაინაში პრორუსული სეპარატიზმის დაფინანსებას და არ შეიქმნება უკრაინაში კიდევ ერთი რომელიმე პრორუსული რეგიონი? ამიტომაც არ შედგა არც სტამბოლის პირველი მოლაპარაკებები და არც მინსკ 1 და არც მინსკ 2. მოკლედ, დასკვნა ასეთია. სტამბოლის პირველ მოლაპარაკებების დროს უკრაინა იყო მზად წასულიყო დათმობებზე, მაგრამ იმის გამო, რომ არავინ არ აძლევს უკრაინას პირდაპირ გარანტიებს, რომ რუსეთი არ გაიმეორებს 2014 და 2022 წლის მოვლენებს, მომავალში
მოლაპარაკებები ჩაიშალა. სანამ სტამბულ 2-მდე გადავალთ, მოდი მოკლედ გავაანალიზოთ, როგორ იცვლებოდა ფრონტი 2022 წლიდან 2025 წლამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრონტი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ხერსონის განთავისუფლება. და ბოლოდან რაც გვახსოვს, უკრაინელების კურსკის ოლქში შესვლა იყო. წინა წლის აგვისტოს დაიწყო უკრაინამ კურსკის ტერიტორიაზე წინსვლა და ქალაქი სუჯერსკი აიღო. სუჯიდან 2025 წლის მარტს გამოვიდნენ და დღესაც კურსკის ოლქში არიან უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ უკვე მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კონფლიქტი უკრაინაში იყო გაყინული, ანუ ფრონტი არ იცვლებოდა და არც არავინ არ ცდილობდა, რომ ამ ომში მალე დაწყებულიყო ცვლილებები. ბაიდენის ადმინისტრაცია უბრალოდ აწვდიდა უკრაინას უდიდეს დახმარებას და ფრონტი არ იცვლებოდა. ყველა თითქოს მიეჩვია უკვე ომს და უკრაინაში ომი რომ არის, ეგ ჩვეულებრივ ამბავად იქცა ბევრისთვის. თუ ომის დასაწყისში ყველა აქტიურად უყურებდა უკრაინის მოვლენებს, ნელ-ნელა ყველა მიეჩვია ამ ომს. და ნუ როცა ფრონტი არ იცვლება და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები არ იგეგმება, ხალხის ინტერესიც იკარგება. ყველაფერი შეიცვალა, როცა ამერიკის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. ტრამპი დასაწყისიდანვე ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი არის უკრაინის ომის დასრულება და დარწმუნებული იყო, რომ ომს ერთ დღეში დაამთავრებდა. როცა მე გაზრი მოვისმინე, ეგრევე მივხვდი თუ რამდენად შორი იყო ტრამპი ან საერთოდ ამერიკის მოსახლეობა უკრაინის ომისგან. ეს პრობლემა იმდენად ძნელია, რომ 2014 წლიდან მთელი დასავლეთი, რუსეთი და უკრაინა ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ეს არის კონფლიქტი, რომლის გადაჭრის პუნქტები არავის არ აწყობს. უკრაინას არ აწყობს ტერიტორიების გადაცემა გარანტიების გამო. ევროპა ვერ აძლევს უკრაინას გარანტიებს რუსეთის გამო. რუსეთს არ უნდა უკრაინაში გავლენის დაკარგვა და რა თქმა უნდა, ტრამპმა ვერც ერთ დღეში, ვერც ერთ კვირაში და ვერც ერთ თვეში ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ ტრამპს ვერ დაუკარგავთ იმას, რომ ის ლამისა აძალებს ორივე მხარეს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაამთავრონ ეს კონფლიქტი. რაც არ უნდა ვთქვა ტრამპზე და რამდენადაც არ უნდა იყოს ტრამპის წინააღმდეგი. ტრამპი რომ არა, უკრაინის ომი ისეთივე გაყინული კონფლიქტი იქნებოდა, რომელშიც ყოველ დღე იღუპება უამრავი ადამიანი, მაგრამ არავინ არ აპირებს ამ ომის დამთავრებას. ეუს ტრამპმა პირადად გამოაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის დაფინანსებას თუ თვითონ ამ კონფლიქტიდან არაფერს არ მიიღებს. ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზე, რაც არ უნდა თქვა, ტრამპის ინტერესებში შედის ამერიკელების მხარდაჭერა და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, რომ უკრაინის დაფინანსება გაგრძელდეს. მილიარდი დოლარების ხარჯვა უსასრულო ომში, რის გამოც ამერიკაში იწევს ინფლაცია და ფასები ამერიკელებისთვის ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესობისთვის მიუღებელია. მოკლედ, ყველას გვახსოვს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში. თუ არ გახსოვთ, ტრამპმა შესთავაზა ზელენსკის იშვიათი მეტალების სანაცვლოდ დაფინანსებების გაგრძელება, მაგრამ დაძაბული მოლაპარაკებების გამო ეს იდეა გადაიდო. მოდით ამ ვიდეოში არ გავაანალიზოთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, იმიტომ რომ ეს არის თემა ცალკე ვიდეოსთვის. თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ რომ ვთქვა, ზელენსკი ისევ იყო გაბრაზებული იმაზე, რომ გარანტიებს უკრაინას ისევ არავინ არ აძლევდა. და ეხლაც მეორე სტამბულის მოლაპარაკებების დროს არავინ გარანტიებს არ იძლეოდა. საერთოდ ბევრი ხვდებოდა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდოდა. და თვითონ ტრამპსაც ჰქონდა ეჭვები. მოდი დავიწყოთ გარანტიები, მიხვდით რომ უკრაინას არავინ არ აძლევს გარანტიებს, გადავხედოთ მხარეებს. უკრაინას არ სურს ომის დამთავრება და ცეცხლის შეწყვეტა, რადგან აშკარაა რომ რუსეთს რამოდენიმე წელში თავისუფლად შეუძლია კიდევ ერთხელ დაიწყოს ომი და უკრაინას ურჩევნია ეხლა ბოლომდე იბრძოლოს და გამოიყენოს რუსების შეცდომები, რომლებიც ომის დასაწყისში დაუშვეს, ვიდრე დაასვენონ მტერი და ბოლოს საბოლოოდ წააგონ ომი. რუსეთს არ უნდა ომის დამთავრება, რადგან არ აპირებს დათმობებზე წასვლას და დარწმუნებულია, რომ უკრაინას დაიპყრობს. მოხდება ეს 3 წელში, 10 წელში თუ 15 წელში, რუსეთს არ აინტერესებს. რუსეთს რესურსიც აქვს და დროც აქვს. ეხლა ევროპა, რომელიც ყველაზე საინტერესო ნაწილია. ევროკავშირი მიხვდა, რომ არც ამერიკა უშველის და არც რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები არ ჭრის. ამიტომაც იწყებს სერიოზულ რეფორმებს ჯარის განვითარების მხრივ. 2022 წელს გერმანიამ გამოყო 100 მილიარდი ევრო
გერმანული ჯარის განვითარებისთვის. საფრანგეთში დაგეგმილია 2024 წლიდან 2030 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის 35%-იანი ზრდა. პოლონეთი, რომელიც ისედაც არა მარტო ევროპაში, არამედ ნატოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯარის მქონე ქვეყანაა, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან გაფართოებას აპირებს. ეს არ არის რეკლამა, მაგრამ უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია, გირჩევთ ანდრი კურტანიძის ვიდეოს ნახვას, რომელი აღწერაში იქნება. მოკლედ რაზეა ახლა ლაპარაკი. ევროპამ დაიწყო ჯარის გაძლიერება და ეს კარგია, მაგრამ ამ პროექტებს უნდათ დრო, რომელიც ევროპას შეიძლება მალე არ კონდეს. ევროპას შეიძლება არ აწყობდეს ომი უკრაინაში ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროპას მისცეს საკმარისი დრო, რომ თავიანთი ჯარის რეფორმები დაასრულოს. შეძლებს თუ არა ევროპა ამით უკრაინის დახმარებას, არ ვიცი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე შეასრულებს ევროპა ამ რეფორმებს. მაგრამ უკრაინა რომ ძალიან ეხმარება ევროპას მაგაში ორი აზრი არ არსებობს. საბოლოო დასკვნა რომ გამოვიტანოთ, რადგან არც ერთ მხარეს არ უნდა ომის დამთავრება, ევროპას თავს არ იკლავს და იყენებს ამ სიტუაციას, რომ თავისი ქვეყნები მოამზადონ მომავალი ომისთვის. არ მგონია რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებით ეს პრობლემა გადაწყდეს. არც რუსეთი ნებდება, არც უკრაინა. ჩვენ კიდევ მხოლოდ ისხა დაგვჩენია რომ დავსხდეთ და ველოდოთ ახალ ამბებს უკრაინის ომის შესახებ.